სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 34 პირი დააკავეს. სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიმდინარეობისას ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება, დაკავების შესახებ ინტენსიური ცეცხლი გახსნა. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად კი მირზა ალიევის ლიკვიდაცია მოხდა. ჩემს მას რამდენიმე ადამიანი ხშირად ურეკავდა და გარკვეული რაოდენობის თანხის მიტანას თხოვდა. ვინ იყვნენ არ ვიცი, გუშინ ღამე ნიღბიანები შემოვიდნენ ჩვენთან. მირზამ თავდაცვის მიზნით გაისროლა. არ იცოდა ვინ იყვნენ და რა უნდოდათ მის სახლში. ამის მერე მეორე მხარემაც ისროლა. რა დროსაც ჩემი ძმა ადგილზე დაიღუპა. შემოვარდნენ, პირველად დაიწყეს სროლა. ქურდი ეგონა და ამანაც ესროლა მაგად. სამართალდამცველებს დაიწყო. კი ბატონო. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ პირველად ისროლა მისამ რიმ შედეგად ცეცხლი უკვე გაიხსნა პოლიციელების მხრიდან საპასუხო. კი, პირველად ამან ისროლა, მაგრამ ამას ეგონა რომ ვიღაცა ქურდი შემოვარდა სახლში. პირველად ისროლა მირზამ და მერე უკვე საპასუხო ცეცხლი მოყვა. როგორც მე ვიცი, ეგრე იძახიან. როგორც მაგას ეგონა ნიღბიანები შემოვარდნენ და არიცოდა ეგ რომ ვინ რატომ შემოვარდა.